მეხუთი გოლი დღევანდელ შეხვედრაში და აბდულაი იორო, რომელიც გასულ სეზონში ძირითადად გვამახსოვრებდა თავს როგორც უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთელი. იორომ გაიტანა თავისი გოლი დინამოს რიგებში, რომელიც იქნება მესამე კოდიუარელი ნახევარმცველი. გაცილებით წარმატებული და ამ ფონზე ვითარებაც გამოსწორდება. 4 წუთია დამატებული და რა გოლი გადის! გოლის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გამოიტანა იქ ბურთი სახიფათო ზონიდან ჟანმარ ტიგუემ და აბდულაი იორომ დინამო თბილისის რიგებში თავისი გახმოთ ლუკა ციკოლია, ნახევარმცველია, წინა შეხვედრაში ძირითადშიც კი ანდომას ადგილი თემურ ქეცბაია, მაგ დარტყმა და 5-2. ერთი თამაში იყო იოროსი, კიდევ ერთხელ შევაქოთ. მატულის მერანმა ერთ-ერთი ითამაშეს. დღეს 16 საათზე, ანუ ამ მატჩის დასრულების შემდგომ, თუმცა მანამდე დინამო შეტევას მივადენო თვალყური, კარგი გადაცემა. იორო დარტყმა გარის მიმართულები. ძალიან რთულ მდგომარეობაშია გუნდი. და ამ ფეხბურთით ძალიან გაუჭირდებათ. დინამოელების შანსი. იორო დარტყმა გარის მიმართულები და ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩი მოახერხა და გოლი პასით მოამარაგა თანაგუნდელი. ისიც ძალიან კარგი ფეხბურთელი მოსჩანს ყოველ შემთხვევაში. ტექნიკური და იმედია რომ ისი პროგრესი და დუბლი ბაიერნთან, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფორვარდის გუნდი გავარდა, აქ მეორე გოლი გაიტანა. რამუში აწვდიდა ისევ და ასწრო ყველას თამაშის წესების დარღვევა არ იყო. ზოური ცდილობდა გამოტანას, მაგრამ ბურთს უკვე ქონდა გადაკვეთა. წლებს კარიერისა ვაწაძე, ასევე ლორია დღეს ძირითადში არიან ისინი. ჯაბა კანკავა კიდევ ერთი ლეგენდა და აქ პირველივე წუთს დაარტყა რუი მონტეირუმ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა და პაპუნა ბერუაშვილს ფეხებს შორის გაუძრა ბურთი. იჭერდნენ კიდეც კიდევ ერთი შეცდომა ცინცაძე. ათე ცინცაძემაც შეცდომა დაუშვა აბდულაი იორო, შანსი დინამო თბილისი. იორო დაარტყა, რა ბურთი შინაც გაიტანა, ახლაც ლამაზი გოლით გამოიჩინა თავი. მოსდის კონტს. მიუხედავად იმისა, რომ ტაიმებს შორის 4 შეცვლა განხორციელდა, აქ ცდილობდნენ თამაშის წესების დარღვევას, მაგრამ იორომ შეძლო ბურთის შენარჩუნება ფიზიკურად საკმაოდ ბრძოლაში. აი ნახოთ კიდევ ერთხელ. ჯერიკ პარკინგერსულს გაუმკლავდა. მერე კაკარას შეინარჩუნა ბურთი, გაისწორა, გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და შევჩენკო უნდა შევაქოთ ისევ იგივე აზრზე ვჭები რომ ბაც ქვარცხავა იორო ვაწაძე უკვე საჯარიმოშია. იორო კარს გახედა, თავად გადაწყვიტა დარტყმა. კიდევ ერთი ეპიზოდი. რონალდო სანტოსი საჯარიმოში დაბალი ბურთი ჩაუშვა. იორო არის მომენტი, პასი მარჯვნივ ქვარცხავა და ეს არის საინტერესო. მარჯვენა ფრთიდან იორო აღმოჩნდა მარჯვენა ფრთაზე, რამდენიმე წრუ მოძრაობა დაარტყა და ძალიან კარგად ყოვა და მე-9 პოზიციაზე მყოფ და მერვე მე-9 პოზიციაზე მყოფ გუნდებთან თანაბარი 21 ქულა, 7 ქულა იქნება. კიდევ ერთი შორეული დარტყმა სამგურალს უმასმესებს. სამგურალს, რომელიც ძალიან კარგ სათამაშო ფორმაში შევიდა და მარტივი მატჩი არ ექნება კეცბაიას. და ბევრი სამუშაო აქვს რეალიზაციის მხრივ დინამოს, ესეც გამოჩნდა. ნინუა მეორე შეეცდება კვარა, რომ გახდეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. კარგი შეტევა დინამოლების, არაკარი კომბინაცია დაიხაზა, თუმცა მაგრამ გამწვევა ვეღარ მოხერხდა. სწრაფი შეტევა. ნახო დინამო რა შემოგთავაზებს. იორო თავიანთ ფეხბურთელებს. იორო დარტყმა გარის მიმართულებით. ოფი დონკორი გააყოლა პასი ხარებაშვილს, კარგი მომენტია ხარებაშვილის ჩაწოდება საჯარიმოში, გრძელდება შეტევა, დარტყმა კერესელიძე, ბრავო. სათადარიგოთა სკამზე და მათი ნახვა გულშემატკივარს აინტერესებს. ორივე ისეთი ფეხბურთელია. ჯერ მომენტი ვნახოთ, კიდევ ერთი დარტყმა. იორო და ძელი გადა 19-თან სხვაობა გაიზრდება 4 ქულამდე. ვერც იბერია მოიგო ტორპედოსთან ფრედი თამაშეს, მაგრამ ქულა მაინც აიღეს და აი ეს 4 ქულიანი სტატუსკო თუ ფრედ მაინც ვერ დაასრულა, რუსთავმა აღარ იქნება. იაკი დინამო შესრულება ცოცხალი კედელი კარგად მუშაობს ამ ეპიზოდში. კენჭაძე როგორ უყურადღებო თამაშობს და იოროს შანსი. ვნახოთ
რას მოიფიქრებ დინამოს ლეგიონერი დარტყმა გარის მიმართულებით და პასი იორო სივრცე არის 4 წუთია დამატებული აბდულაე იორო მიიწევს წინ გრძელდება შეტევა იორო დაარტყა გარის მიმართულებით და სისტემურად გამართულია ის სტანდარტული სიტუაციები, რომელსაც ასრულებს ხოლმე ტრიბულის მეშახტე. ფაცაცია იბრძვის არ თამას გურთი იორომ და ხანგრძლივი პაუზაში დანიელ კვარცხავა 19 წლის ძალიან ნიჭიერი მოთამაშე შემოვა, რომელიც არის იბერია 1999-ის აღზრდილი და იჯარით თამაშობს ახლა. ველები კობახიძე, შემდეგ გამოვიდა თურმანიძე, აქ აბდულა იორომ ითამაშა კარგად და მოიპოვა ბურთი. კარგი თამაშია ორივე გუნდი. მამუჩაშვილი ის კაპიტანი დაკარგა ბურთი ძალიან საფათოა ისევ ხარაიშვილი ჩაწოდება ისევ აბდულა იორო აპირებს შორიდან დარტყმას ჩაწოდება განიზრახა ჩააწოდა კიდეც გვასალია მიიღო ბურთი შემოტრიალდა და გუნდში კი ასია აქ დარტყმა მეკარე თამაშობს კარგ ვცდილობთ საერთო არის ორ მეკარეს შორის უდავოდ ორი ძალიან გამოცდილი მეკარე ჩვენი ნაკრების ერთ დროს როდესაც საქართველოს ნაკრების განაცხადი გუნდია ისეთი რომელიც ტიტულს დაეუფლება ეს უკვე ვიცით ეს ორი არის იბერია 1999 და გორის დილა ბერელიძის და სამდე რომ თელმა გაიტანოს მე შეიძლება დაიძაბოს თამაში თუმცა რისანაკრებო პაუზამდე 25 წელიწადია თელავი ითამაშებს გორის დილასთან 8-ში 18 წელზე საშინაო კედლებში კიდევ ითამაშა ძალიან კარგად ამ ეპიზოდში მე ანდრონიკაშვილი და იორო იბრძვიან ბურთისთვის და აქ 4-4-4-ია შეტევა და შეიძლება საკმაოდ საფათოც გამოვიდეს ხარაიშვილი კარგი პასია შეიძლება ალბათ უკვე დარტყმაზე ფიქრი თუმცა პოზიცია